დავაი. უცბად გაგიჟე შეჩემო. ლუკა რა შეჭამ? ბურგერია? არა, ბურგერია შეჩემა. ამ ხელაზე გააღვ პირიბო. ახალი კარტოფილი. აუ, შენ აბოზარო. ეს რა არის შეჩემა? ტრემალი უბრალოდ ახალი ტრემალი შეუკვეცეთ და მოვიდა ახალი ტრემალი და ეს ძალიან ძვირი ღირდა ეს მაიონეზი და ეს საუკეთესო ალბათ ეს არის მითქი და ეს რა ტრემალია? ძველი ტრემალია თუ ძველი ტრემალია ალბათ, იმიტომ რომ ახალი შეუკვეთებ და ახალი ჯერ არ არის ალბათ. რა? რამდენჯერმე გაგიჟდი შეჩება და აი, საავანჯღრიოთ კარგად. კარტოფილი სადგა? ადი უკვე ახალი კარტოფილი შემოსული? არის, მაგრამ კანტი კუნტად ჯერ. არაფერ დამაედითოთ. რამე გადაიხადეთ. შენ არ ეგრევე მაიონეზი გაიგდე? აშნე არ ჯერ. ეცო. სულ ძველი იყოს ყავა მაინც. ბიჭო, გააჩნია, ნახე, ტყემალიც როგორი პროდუქტია, იცი? თუ არ არის ძალიან კარგი, მე არ უჭამ მაგალითად. მაინც რატო წაიღე მომეცედა. ჩემო გამოაჩენე და რეკლამა რო არ. არა, კაი სუნიაკ. არა, სულ. ტყემალი კარგს გავს. დაიჭყან, მიდი ყავ, რა ხალეობა. აი უსინდისო იყო. ეს ძველი ტყემალია. ეს ჯობია ძმაო. ძველი ტყემალია ეს. ხო აქვს. ამას, აი ამას ეს უხდება. მომემა. მუნდიზას სახე. აი არ გამოაჩინოა და უნდა დავამალო. გამოაჩინე შეჩემა სოლობოდაა თუ რაღაცა. აი, შეჩემა. მაგრამ ნამდვილად უხდება. არ უხდება ვერიტყვი. მართლა უხდება გემოების ზის. ეხა ამ ტყემალს რა ჯობია? ამ ტყემალს. ბიჭო, ტყემალი ანუ. არა, ამ ტყემალს. ამ ტყემალს გეტყვი აი მაინც. ახალ ტყემალზე რა მაქლა აი ამ ტყემალს ეხა ჯობია? არა. არა რა. აი ცერტანტო. ფაცია. კაცი. ბიჭო ძალიან ბიჭო. ალ მარტო ტყემლის ზემო მაქვს ეხა პირში. ნიმერ ტყემლის ზემოა მარტო. ალა. ხო. ალ ტყემალი, ცუდი არაა, კაი ტყემალია. კაი ტყემალია. კაი ტყემალია. ახალი კარტოფილი მაიონეზი. მაგრამ ნახე, კარტოფილის გემო იკარგებათო. არა, კარტოფილის გემო არ გეკარგება, ეხა მარტო ტყემლის გემო არ არის. აი, ჩესნათ თქვი, რა მარტო ტყემლის გემო არ არის? ხო ეგრეა, ხო ფარავს კარტოფილის გემოს, აშკარად რა. კი, ფარავს, რაღაც პონჩი ფარავს. ხო, და ეს არ ფარავს, ეს იმას უშვება რა, რაღაცნაირად უხდება და მაგიტომ მაგას გულისხმობთ რა. ეს ძალიან არომატულია ეს ტყემალი. მაგ აი ტყემალია მართლა. სად გააძრეს ტყემალი? ვოლტიდან გამოვიძახეთ საოჯახო ტყემალი. ხო, მართლა ძალიან კაი ტყემალია მართლა. ტყემალია, კი. if ორი არ გვაქვს. დაიწყი შეჩემა შენ. არ მინდა მაიონეზი აირევაში. მაიონეზი არა ფუჭე. მაიონეზი თუ შეერია ტყემალი შეჭამ? მე ვაპირებ რომ ვის არის? მე ვაპირებ რომ ამ სეზონზე ტყემალი ძალიან კაია, მაგრამ კარტოფილის გემოს ზემოდან აჯდება. ხელს ხوار გიშლი თუ არა მეგობრები ვიყავით მართლა გულწრფელად არ გაყვიდეთ თავი არ გინდათ სუდად ისე გაიხარე ვაკომ შიოდა მე ამ შიოდა მაგრამ იმედა ფიქრობდი კარტოფილს შეჭამე. ეხლა ფიქრობდი რომ საჭველი გამოვიძახოთ ხო შეჭამა და უცებ მამაცა ძალიან ტყემალი იყო ძალიან გემრიელი სხვათა შორის ტყემალი კაია მართლა ძალიან გემრიელი ტყემალია ისეც აიქ. თან რაღაცა გამისწორდა მაგრამ ანუ ვოლტიდან გამოიძახე და რა ქვია დავარეკავ ხო მართლა სახლის ტყემალი ვისაც არ გაქვთ მაღაზიებში უნდა მოსოვიყო მე მაღაზიებში ამას წინად რა ანუ ერთი თვის წინ დავიარე და საწებელი მინდოდა რომ მეყიდან ტყემალი რა და არ ვიცოდი რომელი არის კარგი იმიტომ არ ვიცოდი რომ არც ერთი არ არის კარგი თუ რაც ვიყიდე მართლა ეს საწებელი იმის საწებელი ყველაფერი წამოვიღო მაგრამ რომელიმე ხო გაამართლებს არც ერთი არ ვარგოდა
გემოვნურ თვისებები ქონდა, აი ძალიან საშინელი. ჯიგარი ხარ ვაკო. ძალიან რამის თორე მადლობა. პროსტა წყალია. ეს ძალიან გემრიელი ტყემალია, სახლის ტყემალი მინი ეგრე. ფარმერ ეგრე ქვია, ხილბოსტანის ის არის რა. მაღაზია გამოსაზრდელი ის აქვს ბოლზე და მინი ფარმერ ქვია. როგორ? მინი ფარმერ. მინი ფარმ, აი ესეთი ტყემალია ზუსტად ოჯახში რომ მიხვალ და საკაიფო გამოგიტანენ და ტყემალია, რო იტყვი რომ ვარაკა გემრიელიო. და ეგ სხვათა ხო, იმიტომ რომ რაც არის, არ მინდა რომ მე ყიდულობ ხოლმე ბოთლებშიაც არის რა, ქარხნული წარმოებისას თუ რამდენიმე ხო გვაქვს ქართული, მაგრამ ცუდი არ არის. მაგრამ აი შენ გიყავს ხოლმე იმის თქმა, შაურმაზე გევასებოდა თქმა, რომ შაურმა უნდა იყოს ძალიან კარგიო. ცუდი არ არის შაურმაზე არ ვარგაო და ტყემალზეც ეგ მომდე, ცუდი არ არის, არაა საკმარისი ტყემალი. შაურმაზე კარგი. ემალს კი კარგია. კი. ტყემალი იყოს ძალიან კარგი და ეგეთი სამწუხაროდ ჩემი აზრით არ არის რაღაცას რო გააკეთებ. აი ქართლის შაურმა არის ქართული ისეთ საჭმელი, მე თავიდან მოტროკი არ ვიყავი ეგეთი და კიდე ცოტა უფრო მეტად მიჭირდა გადამუშავება შაურმის. მაგრამ რო ჭამ შაურმა მე განიცდია თვითგვემაში ხარ. რო აუ აიმე რატო თუ ჭამ ეხეს ამდენი და ესეთი არა ჯანსაღი და ამ შემდეგ და გემრიელად უნდა განიცდიდან თუ ჭამე ის მაინც უნდა თქვა რომ ვარა გემრიელი იყო რა და საშინელებას თუ ჭამ განიცდი მე ტყემლებიც ცუდი არ არის მართლა ან ქართული წარმოებიც რაც არის მე რაც მიყიდია ტყემლები საწებელი არ საწებელი არ მომწონს არც ტყემლები რაც არის ქართული წარმოებიც რამდენიმე არა ცუდი არ არის რა მე გაჟემეც გეტყვი რომ ცუდი მაგრამ ყველას დარწმუნებული ვარ არა ცუდი არ არის მაგრამ ჩემთვის არა მაგრამ ყველას დარწმუნებული ვარ რომ სახლში გაკეთებული ტყემლები რო გვიჭამია, ანუ იმასთან ახლოსაც ვერ მოდის რა. იმიტომ რომ ლოგიკურიც არის ალბათ რაღაც ზონეზე რომ ქარხნული წარმოების, მასობრივი წარმოების პროდუქტი ვერ იქნება ისეთი კაი, როგორც სახლში რო გააკეთა, ბებიამ სიტყვაზე. ხო შეიძლება შეძლონ ეგ რა, ანუ ნუ ფაქტია რომ ცუდი არ არის, კიდევ ერთხელ მე ვყიდულობ, წითელი ტყემალია საკაიფო ისიც წვანეც კარგია, მაგრამ ორივე წითელი და მწვანეც ბევრად მაგრებიდან ნაჭამი მაქვს არაერთხელ სახლში გაკეთებული მაჭვეზე ერთ შემს რო გაუკეთებია და ანუ ვიღაცა სხვას რო გაუკეთებია რა იმიტომ სახლში რო აკეთებენ უფრო კაი გამოდის ხოლმე მაგრამ ხო არ არის ისა რა ქვია ანუ ვერ მიდის ახლოს სახლში გაკეთებული და მაგრამ აი ვჭამე სხვათა შორის არა ეხლა ნახე ძველი ტყემალი ეს კაი იყო ეს ძალიან კაი იყო ეს იმენას ეგეთი ვაიბი და გემოქონდა სახლში გაკეთებული და იმ დღეს სხვათა შორის წყნეთში ერთი მაღაზიაა, არც მახსოვს რა ქვია თო, რაც სოსისების მაღაზიას ავითარე. არა, ვაკე არა კაცო. სოსისების ეგრე ქვია რა, წყნეთში ვინც ქვედა წყნეთში არის, ეცოდინება ხალხს, რა ეს მად იყიდა ჩემმა ბიძაშვილიშვილმა იყიდა ისა, საწებელი. რომს ეწერა, საწებელს ეწერა რაღაც აჯიკა არ მახსოვს, ლელას აჯიკა, რაღაც აჯიკა ეწერა. და საწებელი იყო იმენ საწებელი იყო, ოღონდ აი ქაბაბისთვის, მაგრამ აჯიკის გემოთი რა, ძალიან გემრიელი იყო. ძალიან. მე მაგაზე გიждები ვაფშე აი იმაზე, ქაბაბში რასაც ასხა მაგსაწებელზე იმენ. ხო, კაია, მაგრამ ეს იყო ცოტა ცხარე იყო. აი მე აჯიკის გემო აქვს რა. ხო, ხვდები. აჯიკა ხო ძალიან ისეთია ვაფშე. აჯიკა ძალიან გემრიელია და ეს ქართულ გემოები მაგას მოყავს, აი ტყემალი აჯიკა ეგეთ რაღაც. ხო. ხო და საწებელი აჯიკის გემოთი ანუ ხოთები აჯიკა კი არ არის ბოლომდე არც აწებელია მაგრამ აი ძალიან გემრიელი იყო ძალიან და მაგრამ რახან ეს ტყემალი გავარეკლამეთ ხო და ეს გავარეკლამეთ მოკლედ მეგობრებო აი ერთ ადამიანმა დაწერა ბოთლიანი გადავაგდო ნაყიდი ტყემალიო და მე დატომ გითქვა რომ ეს არის რა ქვია ნორმალურია მაგრამ მე მგონია რომ მე ვერ ვჭამ ყოველ შემთხვევაში რა ანუ ისეთი დონის არის რო ვერ ვჭამ. არა, ტყემალე 9 ქულას აი 10-დან 9 უნდა იყოს მინიმუმ. ისე არ ვჭამ. მაგრამ ნუ მე 9 ხინკალზე ვარ ეგრე. ხინკალი მოვა ესე? როგორი ხინკალი? ძალიან პრეტენზი უჭამელი ყოფილა. არა, არა, რაღაც პროდუქტებზე ვარ ეგრე. ანუ პრეტენზიული ვარ რაღაცებთან დაკავშირებით. ანუ სუდის, ნორმალური ჭამას რომ მირჩევნე რომ არ ვჭამო რა. მათ შორის არის ხინკალი. არა, ეგრე ბევრი. ხინკალი არის რომ 10-დან 7 ქულიანი ხინკალი არ იჭმება და ტყემალი 10-დან 7 ქულიანი აგერ შემას. ხო და 7-იანია ეგ ტყემლები მე? 7-დანც არ არის. ეგრე და მაღაზიაში ნაყიდი ბიჭო, რას ლაპარაკობ? 7 ქულა. ქართული წარმოებაა. მართლა ბიჭო, ეგრე დაბოლდება. არა, მე არათო. რაღაცნაირი გემოები დაკრავს თან, ანუ გარდა იმისა რომ გემო არა აქვს. გემოები დაკრავს კიდე რაღაცაც არ მომწონს რა. აი რა, მე ეგრე ცუდად არ ვიქო. ჩვენთან არ მოიტანენ რეკლამას არასდროს ხამის მერე ახლაც. ქართული იმის ტყემლის სახე მე ვერ გავხვდები, მაგრამ ხილბოსტა. გააჩნია რატო ეს ტყემალი ხო შევაკეთე ხა? ხო, ხილბოსტაში თუ დაინახე ჩემი სტიკერით ეს ტყემალი იყიდება, ესე იგი მოვიდა რეკლამა მოიტანეს და
ესე თუ აკეთებ და გოჩ თუ ასხამ, რატო შეიძლება მაიონეზზე დაახატოს? მე მაიონეზი არ მევასება შეჩემ. მე მაიონეზი არ ვჭამ ვაფშე. მაიონეზი არ მიყვარს. მართლა. მაიონეზი არ თორჯამ. ახალ კარტოფილს გევასება. ერთადერთი რასაც ვაყოლებ მაიონეზს არის ახალი. ვისე მაიონეზი არ მიყვარს. არ ვჭამ მაიონეზს საერთოდ არაფერში არ ხმარ. სახში არ მაქვს შეჩემ. ეხლა ჩემთან რომ მოხვიდე მაცივე რომ გამოყო მაიონეზი არ არის. არ მაქვს, არაფერს არ ვაყოლებ საერთოდ მაიონეზს. ერთადერთი მაგრამ მაიონეზი თუ ახალი კარტოფილი ვიყიდე, მაიონეზსაც ვაყოლებ რა, იმიტომ რომ ამასთან ერთად მევასება და დანარჩენი ის არ მაქვს სახში არასდროს. ეხაც რომ მართლა. აი მაცივე რომ თუ წავიდეთ აქენა კამერა არ გავდიშოთ, მაცივე რომ მაიონეზი არის. მუნდიშა მაგალითად მაიონეზს და ტყემალს ურევს, ხო თუ დოგს? დოგს ურევ. მაიონეზი და კეტჩუპი კაია. მაიონეზი და კეტჩუპი კაია. მაიონეზი და კეტჩუპს ურევ ხოლმე მაკდონალდსიდან რომ გამოვიძახებ რაღაცა ფრისაც რომ ვიძახებ, იქ ორივეს ვიძახებ და ურევ ერთმანეთში გემრიელია კი, მაგრამ ისე მაიონეზი არ მევასება. ახალი ტყემალი პროსტა ის არის რა. ახალი ტყემალი ყველაზე კაი რაღაცა. ეგეთი საჭმელები, აი პასკის პერიოდია ხო ეხლა, ეგეთი საჭმელები რაღაცებს უგებს, იმიტომ რომ წელიწადში ერთხელ არის ხოლმე რა, აი რაღაცა. ხო, აი ჩაკაფულს სხვა კერძებთან შედარებით, ჩაკაფული რო აიღო ესე, შეიძლება რაღაცები ჯობდეს. ეხლა უწევ ჩაკაფული ხო? მაგრამ აი იმით უგებს რა, ნოსტალგიით უგებს. ჩაკაფულში ვიბანავებდი რაღაცა ჩავხტებოდი თავით და გაუ ჩაკაფული არის, აი რავი, ძმაო, ეგეთი საჭმელი არ არსებობს. ჩაკაფული არის ყველაზე მაგარი საჭმელი. ჰა? ყვებოდა ჩაკაპული ჩაკაპული. არა, ბიჭო, ჩაკაფული. გადაეკეტა შეჩი. ძაღლს რომ ასე ეთქვა, ხო, გავისეირნოთ და ვებსღო იწყებს ეგ და ჩაკაფული. ჩადარი, ჩავხტები. არა, გამახსენდა რომ ის არის, რა ქვია. ჩაკაფულის პერიოდი არის ასევე და ხო. აუ, ხო, პასკაც რა, ნუ ის არის, სხვა დროსაც ხო შეგიძლია, მაგრამ დავიძდები მე ხს მართლა გითხრა, მაგრამ აი ჩაკაფული. აი ლუკას მაგალითად პასკა ურჩევნია დარწმუნებული, კაი პასკა. რას? ჩაკაფული არ მიყვარსო. ხო. შენ ის ჩაკაფული გიყვარს? ხბოსი? არა, ცხრის მირჩევანი. ძვის? მაგ ხბოსაც ჭამ. რაც ცხრის მირჩევანი. სოკოს გეკრა. მე ცხრის ხორს ვაშ მევასება რა. აი ხო არის რომ ხალხი ვიღაცები მეც მევასება. აი ესა ცუდი სუნი აქვს და რაღაცა და მე ძალიან მევასება. ცუდი სუნი მაგათ აქვს თვითონ. ანუ ის მევასება მაგალითად აი კაბაბი თურქული ცხრის ძალიან მევასება. ხო, მეც არ მაქვს პრეტენზია მაგებს. მე არ ხორცი ყველანაირი მევასება, რაც მიჭამნია ხო, ყველაფერს ხორცი მევასება და რაც არ მიჭამნია, იმას ხო ცხენი არ მიჭამნია მაგალითად. ჩაკაფულს უხდება ახალი კარტოფილი, მართალია. ჩაკაფულის მაიონეზით გევასებაო, აი ან წამს თქვი რომ მაიონეზი ზოგადად არ მიყვარს თქო მართლა. არა, ჩაკაფული. ერთადერთ საჭმელთან ჭამ მაიონეზს მართლა. ო, ის კი შეჭამდა, ეხლა ჩაკაფულს კაცი მართლა. აუ, ახლა რა.